მოგესალმებით. ნახეთ. ძალიან საოცარ ადგილას ვართ. მე და ჩემი გიჟი მეგობარი. ბატონო, ოღონდ ეს ხასიათზე იყოს და იმაში გამომყვება. ხო, მოკლედ სადა ვართ. TikTok-ზე ვნახულობ ძალიან დიდი ხანია კამერა მაქვს გასაწმენდი. ვინ შეხედეთ ზან? მე რა, ანუ ეგეთი ბილიკებია, ამ სადა ვართ ხალხო. ჯურღმულში. ხო, TikTok-ზე ვნახულობ ძალიან დიდი ხანია. აი, ამასაც მოიხსნი და სათვალესაც. ბილიკი კუსტბა მთაწმინდის სალაშქრო ბილიკი. ვაიმე, პროსტა ნახეთ რა გზები. ეგა ლაშქრობა რა გქონდეთ. კუსტბა მთაწმინდის სალაშქრო ბილიკი. და როგორც იქნა წამოვედით რა, დღეს წანწალის ხასიათზე ვიყავი. აუ, აი. რა საოცარი ადგილია ნახეთ. ხო და დღეს დაემთხვა ეს რა ქვია ხალხო ღვინის ფესტივალიო თუ რაღაცა და თან რომელიღაცა ცნობილი DJ ჩამოდის თუ არ ვწდები და 9 საათზე არის რაღაცა კონცერტი და ესე იგი მთაწმინდაზე ამბავია ძლივს ამოვედით საბაგიროსთან ხო მივედით და ბილეთებში რიგი იდგა ლამის მეტროდან დაწყებული რიგი იყო ბილეთებში და წამოვედით ისევ ავტობუსით. ვაიმე ავტობუსშიც ისეთი ამბავი იყო. სასწაული. ძალიან მიწრობილი. ავტობუსში რიგი იყო, კი არა და ხალხი იყო. რა ვიცი. გააჩერა ძალიან დაბლა, იმიტომ რომ მეტი მაღლა ფიზიკურად ვეღარ ადიოდა. ყველგან მანქანები და ყველგან ერთი ამბები იყო. ნუ ამოვედით როგორც იქნა და ამ ბილიკს ხო ძლივს მოვაგენით. იმიტომ რომ რეალურად ვიდეოებში კი ამბობენ რომ სადღაც მთაწმინდიდან ჩადის გზა, მაგრამ ზუსტად არავის არ უჩვენებია სად და როგორ ჩადიოდა გზა. და იქ იყო. რა. მიხვალ იქაც. შენ რა გონია? აქ წყაროები შეგხვდება, კიბეები ხისგან გაკეთებული. აუ რავი. თბილისში ვინც ცხოვრობთ და ცოტა ქალაქს მოწყვეტა და ბუნებაში გამოსვლა ვისაც გინდათ ძალიან კარგი ადგილია. სადაც ჩემი თვითმფრინავი. აი. მიფრინავი. ოდესღაც იქ ჩავჯდები ოღონდ როგორც თანამშრომელი და არა როგორც მგზავრი. დაინახე გოგო ხალხს. მაგარი დასანახი ვარო რა მხოლოდ ვით შეფასება აქვს. კაი, ხა წავედი ცოტას ვივლით, თორე ისეთი მართლა ძალიან სახიფათო გზა არის. აი ნახეთ უბრალოდ უყურეთ ანანოს. ჩადი აბა. მართლა ძალიან სახიფათო გზა არის და მართლა სალაშქრო ბილიკია. ხო ანუ აქ რო ჩავორდე წარმოიდგინე. რაც დაგემართები. ჩადი. ეს ყვავილი არის ჩემს სახლთან პირდაპირ და ვაიმე. რამდენი ხანია? დაგორდებათ დამაბარებ მეც. რამდენი ხანია? ვაიმე ეს რა. კაი გოგო, ამისთან აგზებში მივლია კი არა. გელოდებით აქ ხალხი. ხო და რამდენი ხანია ამ ყვავილს მოვკრიფავ სახში შევიტანთ გოფიქრობდი და აი მთაწმინდაზე მოვკრიფ. გეზარება. გეზარება თუ გეშინია. კაი, წავედი დავეხმარო. ხელი მოვკიდე რა, მეთქი დავეხმარები ჩამოსვლაში თქო და ჩავგორდი და წავიყოლე თან. მეთქი მოდი და მენდეაცი, ანუ ძალიან ალმაცერი გზებია მართლა. კიდე როგას მიდევს. ეხლა იმხედა ჩავგორ, ეხლა თასმა გამწვრა და ახეთ რანაირი გზებია. აუ ძალიან მაგარია. და ხედები. და
მოდი. ეხა მეშლება ნერვები, ისა რა ქვია, ჩანთის წამოღებას ვაპირებდი და ასე შეგაძა ძექცე. ყავა და შაქარი და ის რა ქვია, ბოთლი და წყალი და ზესუმზირა და ჩიფსი და ეგეთი რაღაცების წამოღებას ვაპირებდი და ანანომ გადამაფიქრებია. აჩა ამდენი ხსა იცი? 4 საათის 7-8 კილომეტრია. ნუ ეხა ესეთ გზებზე რომ დადიხარ, ვერ დადიხარ თორე. ისე რა უნდა მაგზის გავლას. ჩაგორდით. ანუ ეს ხალხი ძალიან ჩამოდის გაფაწარი. რა? აი, ძალიან ჩამოდის. ჩამოდის კი არა, მიდის გოგო. მიდია? ხო, მაგზ მანდ ჩვენც მოვხვდებით. ყველა გზა რომში მიდისო ისეა, ყველა გზა კუსტბაზე მიდის. ვიდეოს და რაღაცას გეპოდ. აი მე რა კარგი ადგილია. ჩემი ენა ყოიც. და კაია რომ ახაც ბევრი ხალხი არ არის. სიმართლე რო ვთქვა. სიმართლე თუ გინდა ბევრმა არ იცის ეს ადგილი. აუ შენ ხო იცოდი. წესივრად ჩვენც არ ვიცოდით რა ვიცლივს მოვაგენით. აუ ეხა ნახე რა საყვარლობა ხიდია და მდინარე რაღაც. ხო, ჩამაგდეა. ნეტა ეს ხეზე ნიშნები რა ნიშნებია ნეტა მაცოდინა. რაი. მოიცი შევაბრუნებ კამერა. მეც ჭკვიანი ვარ, ანუ შეაბრუნე კამერა და ისე გადაიღე რაღაც სელფიც იღე. შეისადა. აი, ხეზე. აი ეს მიდიხარ. მიდიხარო, აი, ნიშანს გამოუტანეთ დასკვნა რომ ეს იმას ნიშნავს რომ არ დავკარგულვართ, მივდივართ. საყვარლობა. ოღონდ თასმა შევიგრა ხა მე ამას თუ დინარე ქვია. წყალი შეგხვდება წყარო. შეგხვდება წყარო. დაწმინდაზე ვართ რა და ძალიან ბევრი ხალხია მართლა ის არის რა ქვია. აუ რა სიმყუდროვია. ღვინის ფესტივალია მწვადის სუნი აქაც მომდის. ხო და? ანანო მეუბნება. აუ რა საყვარლობაა ეს თვითმფრინავები ვგიშდები. ანანო მეუბნება რომ არ გაბედო და გული არ წაგივიდეს წყალი. წყალი 10 ლარი ღირსო და მართლა ეგრეა, ანუ ერთი თირკმლის ფული ღირს წყალი. ой, ჩამოდიან თუ მიდიან მართლაც. ასე გავუნდა რა სასწაულია. აი ეს ნახეთ. მიდი პირველი შენ წადი. ეს რა არის ხალხო, ანუ აი ოდნავ ფეხი ჩაგიცურდეს, არ მოჩანს პროსტა რადონის ხევია. აი ჩაეშვები იქ სადღაც. წეღან რა ყოხტად გადმოვიდნენ გოგოები და მე ამ ხელაკაც აქ ჩასვლა მეშინია. всё გადასულიღარ. მიდი ასულიღარ, ასული. კიდე კაი რო ცოტა ფოტოები წავშალე დღეს. თორე აი ისინი იყვნენ. ნახეთ რა ლამაზი ყვავილებია. კაი ამას გადავყრი ახლებს და ვგრიფ. აბა კარგად ბრძანდებოდე. ანანოს ერთსული აქ როდის ჩავა მოკვდა. ჯერ სადა? დღეს ვერ ვარ თხოთზე. მე თვითონაც ვერ ვარ, რაღაცა ძალიან ისეთ ხასიათზე ვიყავი. სეირნობის, მაგრამ აი ხლა ხვდები რომ კიდე გოგო ჩავდივართ თუ ავდივართ მეტყვი. ავდივართ კი არ ჩავდივართ. ჰა? ეს ნახეთ რა უცხო რაღაცა. ნახე რა. სამართლა გადააგდო. ანანო მეუბნება ყველაფერს რატო წყვიტავ, ამას წყვიტავდი რა და თვითონ მიდის ამ ხესთან და იგივე ზვეკითხები ყველაფერს რატო წყვიტავ თქო და მოტეხა ტოტი და გაცვივდა ფოთლები. აღარ მინდაო. რა აზრია ეს თუ გაცვივდა და აქ ჩამარტო. ნახევარზე მეტი ცვივა. მარტო ტოტი თუ დაგჭა რაღაც მინდა.
ძალიან უცხო ყვავილებია. ოღონდ ისევ მაღლა ავდივართ და სადღა არ ვიცი. ეგ ხეზე კიდე ნიშანი. აი ხა აქაც ბილიკი მიდის და იქაც. სად მივდივართ? კაი მგელი აქ მაინც არ იქნება თბილისის სიახლოვეს არ გაჩერდება. წადი. ეგ ბილიკი უფრო ის არის ლოგიკური. სპეციალურად არის დასაბნევად გაკეთებული. აი, ესეც საყვარლობებია მოწყობილი. ამ ხესთან მივედი, ყვავილს მოვკრიფავ თქო და ბსიკი დავინახე და იმხელა დავიყვირე. აი ნახეთ. გულის ფორმა აქვს. თითქმის. ყველგან ბილიკებია და სად მივდივართ კაცმა არ იცის. რა სიტყვი? წესით ესე. ხავი ჩადიხარ? ხო. იქით მიდიხარ? ეს ისევ იმ გზას უერთდება, საიდანაც ამოვედით? ვითომ? მაშინ ესე. ნუ, ნიშნები, ყველგან ნიშნები არ დაიკარგებითო და ესა ალბათ ნიშანი. რა? ესა ალბათ ნიშანი. რა ვიცი, სხვა რა შეიძლება რომ იყოს, არ ვიცი. აი, ამაზე გადავირი, ყვითლები როა. მე მგონი ეგ ისაა დიდი ხეს რო იზრდება, ოღონდ ჩემთან სოფელში არის ძალიან ბევრი თეთრები, ოღონდ თეთრ ყვავილებს ისხავს და ეს ყვითელი აქვს ამას. ყვითელი არასდროს არ მინახავს. გული ამოგვივარდა უკვე. სულ ესეთი გზებია, აი. ერთი მარჯვნივ, მეორე მარცხნივ. საით უნდა წახვიდე? ლოგიკურად რო იმისდელო, ეს უფრო ფართია. ნუ აქით უფრო ბევრი ხალხი დადის. ეს უფრო ვიწროა. მაგრამ ლენტა აქით არის. მივყვებით ამ ლენტებს. ეს ლენტა სად დაგვიყვანს ნახოთ, რა ვიცი. ახლა უკვე ნამეტანი ჯუნგლებში ვართ, ერთი ეგ ვიცი და ამოგვივარდა გული უკვე. არ გირჩევთ ხალხო არავის. რო დაიკარგოთ, მე არ დამაბრალოთ. მე მგონი ისე მთაწმინდაზე ავდივართ. სადღაც ამოვედით. ჩასვლის ნაცვლად ამოვედით. მაგრები ვართ. სადღაც ნამეტანი ავიბენით. იქითაც მიდის გზა და აქეთ. კაი ხალხო, საცხა გავალთ. არ დავიკარგებით. ეხა უკვე ნამეტანი ტყეა. აღარც ხედი მოჩანს, აღარც ანძა და აღარც ეშმაკის ბორბალი. სად მიდიხარ? აგე დავინახე ნიშანი. ანუ აქედან ამოვედით. ნაგავი მაინც ყრია. ნუ ამას ვერ ავწდებით ქართველები სამწუხაროდ. გზა მიდის აქეთ. ჩვენ სად მივდივართ? არ ვიცით, მაგრამ ვიცით, ჰა ნიშანი. ოღონდ სად მიგუყვანს ბოლოს ეს ნიშანი? არ ვიცით. ესე იგი ჩამოსვლის ნაცვლად რატომღაც მგონია რომ პირიქით ავდივართ. ნახოთ. მაგრამ უკვე მოვკვდით, დავიბრიდეთ, აღარ შეგვილია. ესე იგი ვაპირებდი რა იმის რა ქვია ჩანთაში ცივი ყავის რაღაცეების ჩალაგებას, ბოთლი, შაქარი, ყავა, ეს რა ბილიკია. და ანანომ რა ის ჩანთაო გადამაფიქრებია, თორე სემიჩკასაც ვერიდი და რაღაცას ვიზავდით. არი ქაგო რაცხა მოდი, დუქნი ეგო ხელი. ეხლა სადაც წავიგი წავი. ვა, ლომია. Hello. ჰაიო, დაგვიქნი ეს ხელი და მეთქი ჩაგვიჩინოს. მეთქი იქნება ჩაგვიჩინოს, წაგვიყვანოს, საცხა გაგვიყვანო თქონა. დააბუქსავა და წავიდა. გვეშველება რამე? ერთი იქით წავიდა, მეორე აქეთ წავიდა. ჩვენ სად მივდივართ? ჩვენ. აჰა, მესამე და სამართალი.
მესამე სადაც წავავსიო, 2 საათად წავიდა, ანუ იქით არის გზა. კაი მართლა. ჰა? რა იცი? ნიშანს არ სადარ ხედავ? ისე გორი გადავარდნე. ჩვენი საშველი აღარ არის. всё. ანანო ვინც ხამაწი სადმე წასვლა ახსენოსო და ვინც ხამაწი ბაჩუ ახსენოსო. აუ ისე რა საყვარლობა მანქანები იყო, რა ქვია მაგათ PUBG-ში რა ისეთი. შეგინა. ვიდეოს რო გავშევ მე შეიგინე. ოპა, სიმღერები. დაიწყო კონცერტი. აიმე, დაგვაღამდა ჩვენი ცი? შენობა ანანო. შენობა გამოჩენდა. წეგან ისევ ჩამოიარეს იმ რაღაც მანქანის და წამოიყვანეო ერთი ეუბნება და მეთქი წამოიყვანე კი არა, ანანო რა ის მაგაში ჩამჯდომია თქო. ისე გიჟებივით დადიოდნენ. რო გადაგვრჩე ხონ სადმე. გზა. აი აქ სადღა ხედავ გზას გეხვეწებ. რა გზა? დაგვიდა. არიქა მანქანის ხმა ისმის. გოგო მოძრაობენ. ცოცხლები ვართ. ვაიმე აქედან გაგვახცევია და ცუდათო. ავდივართ ჩასვლის ნაცვლად. აჰა. გადავჩებით. გონი ჩავდივართ. ხალხი შეხვდა. ხო, ბარემ არის და ვაიმე. ანანომ თქვა ისინი ისეთი ბედნიერი სახით მოდიანო, სავარაუდო თუ ახლოს ავართო. ანუ ჯერჯერობით არ იყვნენ დაღლილები, ტურისტები იყვნენ უცხოელები. თან კამერა ეჭირა რაღაცას იღებდა ნეტა მაცოდინა რას და რისთვის იღებდა. ხო. ვაიმე. მე ხო ექსტრემის მოყვარული ვარ. ეხა იმან თუ დამინახა ხო კივილს მორთავს. ხალხო ანუ ანანო ჩემი YouTube შენ გიტოვებ. კარგათო ნახე. ძალიან არ დაწყდეს ეხა გული. არა იქ უნდა გავიდე. ვაიმე უკან რა მობრუნდება, ეგ კი არა. თქვენისთვის. თქვენე გათქვით. ვიღაცა ქვემოდან მიყვირის, გამოდი აქით გამოდიო. ვაიმე, არა. არა ხალხო, კლათ ეგეთი გიჟიც არა ვარ ეხა. ისე ხო მინდოდა მობრუნება, ისე, რომ უკან გამოსულიყავი და ის სიღრმე რო დავინახე, ფეხები ამიკანკალდა და ჩამოვედი დაბლა. აღარ მობრუნებულ ვარ, ისე ჩამოვედი პირდაპირ. ეგეთი ვარ. აიმე. არის აგვინმე. არავინაც არ არის. თან. ერთი ორი. აქ უნდა ამოხვიდე და იზუნწრო ყოველდღე. ხედავ რამეს? სამშვიდობოს ვართ. თავარია ინტერნეტი იჭერს. ახლა ნამეტანი ავირდავირიეთ. არც იქით მიდის წესრიგად, არც აქეთ მოდის. ამან ავტობუსი დავინახეო და ჯანდაბას ჩავგორდეთ. არა, აშკარად არასწორად წამოვედით. სადღაც აშკარად ავირიეთ. იმიტომ რომ ის წყარო და ის
ხის ბილიკები არ შეგხვედრია რასაც ვიდეოში აჩვენებენ. ვაიმე, რა ხსებია. კამაჩი. აი, სად მივდივართ, რომ მივდივართ? სად მიდიხარ? აჰა, ხედავ მეც, всё. ჩავგორდი უკვე საკმარისად. ვაიმე. ჩვენ მოკლე გზით წამოვედით. რავი, აბა რა ვთქვა, არ ვიცი. ერთი ის ვიცი, რომ მანქანას ვხედავ. თუ არა, თუ მეჩვენება. გოგო, მანქანა. ნამეტანი შორსა ვართ. სადა ვართ? არ ვიცი, წამოდი. არ ვიცი რა ვთქვა, აღარ ვიცი. აშკარად სად დავვადიალობთ ჩვენ თვითონაც არ ვიცით. ნუ აქედანაც ვერთდება გზა თუ რა ხდება. ვაიმე, შვილო, ყავა რო წამომეღო წყურვილით მაინც არ მოვკვდებოდი. წყალსაც კი გამოვაყოლებდი იმ ყავას. ნახე, აქედანაც ჩამოდის გზა. აქედანაც მოდის. იქედანაც. მთელი დღე აქედან იქიდანს გავიძახი ვლოგში. რა ვიცი, სად მივყავდი. აი, სადღაც ჩამოვედით. თავარია გზა არის და სხვას აღარ აქვს მნიშვნელობა არაფერს. თავარია გზაზე ვართ. ოღონდ ვაფშე სხვაგან ვართ. მაპში ვაფშე კუსტბა 16 კილომეტრიო. კილომეტრი ნახევარს აჩვენებდა და 16 კილომეტრიო. ანუ ეს არის შემოსასვლელი? არ ვიცი. არ ვიცი. ეს ის რუკა ალბათ, მაგრამ ეს სადაა, ეს კუსტბა, ეს. არც ერთი ხედიდან ნოვაცია. არც ერთი ხედიდან კუსტბა არ დამინახია. აი ეს ბილიკი სად იყო ანდა? ვაფშე არ გვინახავს. რა ვიცი. თაწმინდის პარკი, კუსტბა. უი, აქედან არის კუსტბა 3.8 კილომეტრში. უძოს მთა. მე кайფები რა ის 3.8 კილომეტრის გამრელი ვარ მე სადა ვარ მაცოდინა. გოგო, ავტობუსის გაჩერება დევინახე. იქით всё, ცოცხლები ვართ. აბა კარგად იღავით ხალხო. კარგად ბრძანდებოდეთ. ჩემი ფეხი აქ აღარ იქნება. გოგო გაჩერება.